გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, ის დღე, რაც არის დაწესებული საქართველოში და მიმაჩნია, რომ ნამდვილად დღევანდელი დღე ეს არის საერთოდ ქვეყნის არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ერთ-ერთი, იმიტომ რომ ოჯახების გარეშე ოჯახური სიყვარულის გარეშე, ოჯახური ურთიერთობების გარეშე, ოჯახში აღზრდის გარეშე და ნორმალური ოჯახის სითბოს და სიყვარულის გარეშე ადამიანი იზრდება დეგრადირებული და ადამიანს ცხოვრებაში გააჩნია ძალიან დიდი დანაკლისი თუ ის ნორმალურ ოჯახში არ არის აღზრდილი და ნამდვილად ოჯახი ეს ნამდვილად არის ქალის და მამაკაცის ერთობა, საიდანაც ხდება გამრავლება ადამიანის და აი ამას ქვია ოჯახი და არა ოჯახი არ ქვია კაცის და კაცის ერთობას და ქალის და ქალის ერთობას და ან ტრანსგენდერის და 65 რაღაც გენდერის ერთობას ამას საერთოდ არანაირი შეხება არ გააჩნია ოჯახთან. არანაირი შეხება არ გააჩნია ოჯახთან, ისევე როგორც სხვათა შორის მინდა გითხრათ დასავლეთში არსებულ პრაქტიკას ოჯახებთან დაკავშირებით, რომელიც ეს არის უფრო თანაცხოვრება და თანაცხოვრების კონტრაქტი, ვიდრე ოჯახური ბედნიერების კონტრაქტი. ძალიან კარგად იციან თუ ვინც განსაკუთრებით ახლა ევროპაში და დასავლეთში არიან, ძალიან კარგად იციან თუ რას გულისხმობ. მე არ ვუმობ, რომ ევროპაში არა ოჯახური სიყვარული და ევროპაში არ არის ოჯახური სიტყვები, როგორ არ არის განსაკუთრებულად ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, სამხრეთის ქვეყნებში ოჯახის ინსტიტუტი მაღალ დონეზე არის და სხვა და სხვა. მაგრამ ძირითადში დღევანდელ პრაქტიკაში ოჯახის ცნება დამკვიდრებული არის თანაცხოვრების სახელით და თანაცხოვრების კონტრაქტით. ქალი და კაცი ცხოვრობს ერთად და ირჩევენ რაში არიან ერთმანეთთან თანახმად და რაში არ არიან. ამას ოჯახთან არაფერი შეხება არ აქვს. დღევანდელ სამყაროში საერთოდ ისე ოჯახების ნგრევა და ოჯახების განადგურება ეს დაიწყო ზუსტად ამ ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ. ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ დაიწყო, რომელმაც დაიწყო ჯერ ვითომ და ქალთა უფლებებით, მერე ქალთა უფლებებს მოყვა LGBT-ების უფლებები, LGBT-ებს მოყვა მერე ძაღლების უფლებები, კატების უფლებები და ზოგადად რა როგორც ხდება. ხო, ამიტომ რასაც ქვია ოჯახური სიყვარულის და ოჯახური სითბოს კრიზისი ნამდვილად არის მსოფლიოში და ქართველებს ერთი შეხედვით იტყვის ადამიანი რაში უნდა დაჭიროებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ თანამედროვეობის ქართველობას ძალიან დიდი ნაწილს გადაგვარებული აქვს აზროვნება. დაავადებული აქვს და ეს სერიოზულ პრობლემად დადგა. დიახ, იმისთვის რომ ეს ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, მეც, ჩემი მეგობრების, უამრავი სხვა ქართველიც დავრბოდით, ერთი ომი, წყვეტა, ჰაი-ჰუი და უბედურება ქონდა ატეხილი, რომ დაფიქსირებულიყო ქალის და კაცის კავშირი. მე ქოცება რომ მიიწერეს ეს საკუთარ თავზე. ისევე როგორც მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მიგრაციის კანონთან დაკავშირებით და ესე შემდეგ, დავრბოდით ჩვენ და რაღაცნაირად მოახერხეთ. ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამ ყველაფერში, რაღაცა გაგვიკეთებია რა. რა თქმა უნდა, ხო, ვინც გინდა იმან მიიწეროს ეს ყველაფერი თავის თავზე, მაგრამ მე კარგად გაგახსენებ თქვენ იმ პერიოდს, როდესაც LGBT და ეხლა მოუბრუნდები ამ ყველაფერს, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი შემოვიდა საქართველოში, ამის საფუძველზე დაიწყო საქართველოში ოჯახის მიმართ განსაკუთრებული აგრესიული ბრძოლა, ეს წავიდა ტელეშოუებში, ეს წავიდა პროპაგანდაში, განსაკუთრებით ამას ხელმძღვანელობდნენ ეს სოროსელები, ის რო იყო ანაია ნაცვლიშვილი, მაშინ პრეზიდენტი რო იყო, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელსაც ჩვენ 100,000-ობით ქართველის ხელმოწერილი დოკუმენტი მიუტანეთ, რომ ოჯახის ცნება ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და თუ არა და რეფერენდუმი გაემართათ და რეფერენდუმის გამართვა ნამეტანი სამარწმუნოდ ჩათვალეს მაშინ და ადგენენ და ჩაწერეს თავისივე ხელით ჩაწერეს. მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდა საიდან? და მისი მარჯვენა ხელი იყო ანაია დოლიძე. ეს ძუკნა, არა, ანაია დოლიძე კი არა, ანაია ნაცვლიშვილი. თუმცა ანაია დოლიძეც იქეთ იყო. რომელიც წიოდა და კიოდა და ვენებს იჭრიდა, მე პირადად ამყავს დაჯილდოებული მაშინ ქუთაისში, როდესაც კენჭში ყვიდა გადაგვარების სპეციალური სიგელით და ერის გაყიდვისთვის და გადაგვარებისთვის ეგ და მათი პარტია. და რომელიც ამბობდა, რომ თურმე როდესაც ორ ადამიანს ერთად თანაცხოვრება უნდა, ამას სახელმწიფო ხელს ვერ შეუშლისო და გვიმტკიცებდნენ ეს ევროსტანდარტის მოაზროვნე ისინი, რა ქვია, პოლიტიკოსები, ეხლა წათრეულია საერთოდ სადამ ამჩემის ამასთან
და მთელი ეს ბაია პატარაიები, ეს ფუჩუები, ეს კუტუები, ეს ქალთა უფლებებით, ოჯახური ძალადობის იმით და ამით მოკლედ ვენებს იჭრიდნენ, რომ ეს ყველაფერი გახდა ამ ყველაფრის საფუძველი გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონი. და ეხლა მინდა მე გაიხარეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა გენაცვალეთ. და ეხლა რატო ვამბობ ამას, მე შორიდან რატო დავიწყე ყველაფერი? შორიდან არა, პრინციპში, საფუძვლიანად რატო დავიწყე? მაშინ როდესაც 2014 წლის 2 მაისს თელმა საპიდარასტეთმა, ანუ სანაცეთ საკოცეთმა პირდაპირ ვამბობ მათი ჩმორი ამომრჩევლის თამადობით. მათი ჩმორი ნაძირალა ამომრჩევლის თამადობით. იმიტომ რომ როდესაც ვეუბნებოდით ამას მათ ჩმორ ამომრჩევლებს და ვეუბნებოდით იმას, რომ როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის საკითხი დადგა და გამოვიდა პატრიარქი, ახლა რო ვკითხოთ, რომ ეს პატრიარქი რო ძალიან უყვართ პატრიარქი და გვიხმარ ხარ პატრიარქო რო დარბიან და მილიონი ადამიანი რო იყო გასვენებაში მისული და ეს ქოცები რო თავის თავზე იწერენ, ეს ხალხი ჩვენი ხალხი არის. გამოვიდა მაშინ პატრიარქი, ვერ გახდა ამათთან ვერაფერს, ადამიანს რაც აქვს დადებითი გაკეთებული, იმის დავიწყება არ შეიძლება და მით უმეტეს პატრიარქი, რომელსაც რაც კარგია გაკეთებული არ უნდა დაივიწყო. და მოთხოვა პირდაპირ რომ მიიღებთ ამ კანონს, ეს 1000 უბედურების მომტანი არისო ეს კანონიო და გთხოვთო უკანონობის დაკანონება მოახდენთო. რა მოხდა მაშინ შემთხვევით ხო ვერ გამახსენებთ? გამახსენეთ. აი ჩემთვის პირადად მაშინ დასამარდა საერთოდ ქართული ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერი. და ყველა უთავმოყარეოდ მიმაჩნია მის მერე ვინც შეგნებულად მხარს უჭერს მაგათ. მაშინ გამოვიდა ბიძინა ივანაშვილი და ასე თქვა, რომ მე აღიარა კიდეც ეს ღია თქვა, სხვათა შორის ეს ღარიბაშვილსაც მაგიტო არ ვწემ მე პატივს არანაირად, რაც არ უნდა იძახოთ თქვენ. აქეთ იყო საპატრიარქოს ეკლესიის მრევლის და ნორმალური ადამიანების თხოვნა პინაზე, რომ არ მიეღოთ ეს კანონმდებლობა. გადახედეთ კაცო არქივი ეგერა. აქეთ იყო ბიძინა ივანაშვილის და ტრაკიდან განათლებული შიგ ევროპელების მოთხოვნა, რომ ეს კანონი უნდა მიღებულიყო. და რა გააკეთეს? 150 დეპუტატმა ჩრდილო კორეული ერთსულოვნებით ყველა მიცა საპირისპირო თქმა ქრისტიანობის წინააღმდეგ, ზნეობის წინააღმდეგ, მორალის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ და გამოვიდა ეს 150 ბოზიშვილი თავისი ივანაშვილით, თავისი ღარიბაშვილით, თავისი სხვა ვირთხებით და დაიწყო მტკიცება იმის, რომ რა მოხდა ხალხო, ამაში ცუდი რა არის და პირიქით და შენი ჭირიმე შენქენაცვალ. მე არ ვიცი სხვა რა ქმედება გააკეთა, მაგრამ ჩემი ქმედება აგერ არის. და შეგიძლიათ გადამოწმოთ არაერთხელ დამიდევს ჩანაწერი ვიდეო. როდესაც მე პირადად პარლამენტში უთხარი 150-ვე დეპუტატი ხართ, სამარცხვინოები, თქვენი წინაპრები არაკაცები ხართ, პირდაპირ უთხარით, თქვენი წინაპრები საფლავში გადატრიალდებიან. აი ამის გამო. და გქონდა მცდელობა, რომ ჩვენ ეს კანონი შეგვეცვალა. მაგრამ არაფერი პატრიარქი ვერ გახდა ვერაფერს. ყველაზე მეტი ავტორიტეტული ინსტიტუტი ეკლესია ვერ გახდა ვერაფერს და პატრიარქი ვერ გახდა ვერაფერს. ვიგონებ რამე ეს ასე არ იყო? და ეს ერთი ამბავი ხო იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე, მთელი 14 წლის მანძილზე გამომხტარები იყვნენ, აი ახლა ვისაც დაგავიწყდათ, მინდა გაგახსენოთ, აი ეს ორი აყროლებული არხი. დღეს პროსახელისუფლო არის. და ის ერთი პერიოდი არასახელისუფლებო იყო, მაგრამ ამ საქმეში როგორც ნაცი და ქოცი ერის გადაგვარებაში და ტანჯვაში ერთიანი იყო, ასე იყო. მთელი 14 წლის მანძილზე, აი ეს ბოზიშვილები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვინ ჯერთი თვითონ ეგ ვისაც გაინტერესებს შეედეთ, თვითონ LGBT-ები წერენ, არხი არ მეგულება იმაზე მეტი, რომ იმდენი სოდომიტი და იმდენი მეტრაკე იყოს, რამდენიც იმედზე არისო. და საერთოდ ეს საჟურნალისტები სულ მეტრაკეებითაა სავსე. და ამ LGBT-ებითაა სავსე. მთელი 14 წლის მანძილზე. მთელი ამ ხნის მანძილზე ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებოდნენ და ჩვენ გვიძახოდნენ ბნელებს, ჩვენ გვიძახოდნენ რა ქვია გაუნათლებელს, რა ვიცი, შავრაზმელებს, რუსეთის აგენტებს და 1000
დედის წყნას და მამის შიმშილს მე იტყვით რატო იგინებიო რაც მე ამათთან სასამართლოებზე მაქვს ნარბენი და რაც მე ჩემი მეგობრები ამგენის თუნდაც ჩემი თავი სასამართლოებიდან დამიხსნი არა მარტო ჩემ ქვეყანაში და აქეთაც რომ მომიწია წამოსვლამ რომ ბრალდება რომ მქონდა ეს არაოფიციალური ის რომ თურმე მე ვიყავი კაცი ჭამია და ვითომ ამათ ჭამდი და სვამდი და ვითომ ამათ სისხლს სვამდი ამათი სისხლი გადასასხმელად არ ვარგა ვინ უნდა დალიოს რომლებთანაც იმდენსაც მივაღწიეთ რომ პირდაპირ ეთერში დებატებზე მოგვეწვია ამათი პრაიდების და ამათი ის რომლებსაც რა თქმა უნდა ვერ გაბედეს მოსვლა და ლაპარაკი ვერ შეძლეს იმიტომ ყველა მიცოდა და აი ამათ მხარეს იყო მთელი საკოცეთი ამათ მხარეს იყო ბიძინა ივანაშვილი ამათ მხარეს იყო ღარიბაშვილი ამათ მხარეს იყო გახარი ყველა ამათ მხარეს იყო და ყველა იყვნენ ჩამდგარი ქართველი ერის და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ნუ რავი ნუ გამოვა ეხლა და ხმას ნუ ამოიღებს და ნუ იტყვის რომ ეს ასე არ ყოფილა და მე როგორ ვიგონებ ამას და ქართველი კაცი რომელიც საკუთარი ერის საკუთარი რწმენის მართლა საკუთარი ღირსების და ქრისტეს სარწმუნოების წინააღმდეგ მიმავალს შეგნებულად აძლევს მხარს და ტაშს უკრავს მე იმ კაცის დედას შევეცის უყველასი რამდენიც არ უნდა იყოს ეკლესიის მტერის ქვეყნის მტერის რწმენის მტერის და ზნეობის და მორალის მტერს ვინ შეგნებულად მიდის და ტაშს უკრავს და იძახის ხო მე რა მოხდა ომი ხო არ არისო აი ამ დედამოწყნოს მინდა გავახსენო რომ თქვენ ქრისტიანობასთან ქართველობთან არაფერი შეხება არ აქვს იმიტომ რომ ეს არის იოანე ოქროპირის ნათქვამი რომ შვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვის დაუნდობელ ომზე 1000-ჯერ უარესია აი ამაში არის საქმე და სოროებში რო იყავით შემძრვალები და აი ბიჭო პინარასტები დედაც მოყან მაგრამ რასიზამ ახლა მთავრობაა და ითხოვეთ ვირთხებად იყავით ბიჭო ყველა ქცეული ვირთხებად იყავით ერთი მეორეს რამდენიმე პულტმა არ ემუშავაო და პულტმა თუ არ ემუშავა კაცო ჩვენ თანახმავართო კაცო მხარს უჭერთო ასე არ იყო ხო ასე იყო მაშინ სად იყო თქვენი ქრისტიანობა მაშინ სად იყო თქვენი რწმენა მაშინ სად იყო თქვენი ღირსება მაშინ სად იყო თქვენი ოჯახური ღირებულებები მაშინ სად იყო თქვენი ქართველობა თქვენი დედას შევეცი მე დღეს რო გახდა თურმე ქართველობა და ღირსება თქვენი ისა რა ქვია აი ეს ახართ კოცებზე დიდი მეტრაკე ხალხი აი ისტორიას არ შეუქმნია ამათზე მეტი ტრაკის მიმცემი და ჩათლახი ხალხი ნაცებიც არ ყოფილან კაცო ნაცებს ჰქონდა თავისი იდიოტური იდეოლოგია და იყვნენ იმ იდიოტური იდეოლოგიის ბოლომდე გამსვლელები და მიშა ზახილი შენი ჭირი მიშ თუ შესაძლებელი იქნება ოდესმე ქართულ ენაში დამკვიდრდეს რაიმე ტერმინი რომელიც ერთად გააერთიანებს უთავმოყვარეობას უღირსობას რომელიც გააერთიანებს ყველანაირ უპრინციპობას უსინდისობას ყველაფერ უარყოფითს თუ შეიძლება რამემ გააერთიანოს და იქნას ეს სიტყვა დამკვიდრებული ყველაზე მეტი საზიზღარის სიტყვა ქართულ ენაში ამას უნდა დაერქვას ქოცი ამას ქვია ქოცი აი ეს ახარ თქვენ დღეს რომ დიდი სანთლები გიკავიათ ხელში და დიდი სანთლებით გარბიხართ და დღეს რომ რამდენჯერ გყავართ ბიჭო გამწარებული და რამდენი გყავთ გამწარებული თქვენ ხო ეს ხალხმა ხო ეს არ განუცდია მაგალითად ერთ-ერთი მომენტი იყო როდესაც ჩემი მეგობარი დაიჭირეს ფეხმძიმე ცოლი ყავდა 8 თვის ფეხმძიმე ცოლი ყავდა ამ ჩათალახების და ამათროე ტაშპანდურები და ესენი არ ეტარებიათ რომელსაც კრიშავდა ხელისუფლება და დაიჭირეს ეს ბიჭი 7 წლიანი მუხლი ჰქონდათ მიყენებული აი ამ გეი პარადების და ამათ წინააღმდეგ გოგო მინერვიულა ცოლი ქმარზე ინერვიულებდა და 8 თვის ფეხმძიმე ქალს მუცელი მოეშალა და ბავშვი დაეღუბათ ამაზე მეტი დიდი ტკივილი რა უნდა მიმდგარიყო იმ ქართულ ოჯახს აი ამათი ტაშპანდურობის გამო ვის გაუგია ეს არავის არ გაუგია ვის რა შეაინტერესებს აი ეს იყავით ქოცები და ახლა გამოვიდნენ ეს დედამოტყნული შვილები ახლა გამოვიდნენ დიდი ისა რა ქვია დიდი მორწმუნეები თურმე და დიდი ქრისტიანები და აი ეს ცალკე ისა აი დავიწყოთ აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტით
და გადავიდეთ აი მართლა ამ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით. აი ამ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით. მიხეილ ყველაშვილი წარსული მოწმობს აი ამ ჩათლახმა განმეორებითაც რო იცოდეთ, განმეორებითაც რო შევიტანეთ ცვლილებების კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი და რატო შევიტანეთ, რო იცოდეთ რომ LGBT-ობა და ისინი ამოღებულიყო. იმიტომ რომ იმ კანონის მიხედვით შაბათკვირას მღვდელი როდესაც ქადაგებს ეკლესიაში რომ სოდომური ცოდვა არის დასჯადი, ეს რას ნიშნავს, იცით? ეს იმას ნიშნავს, რომ ის ანტიდისკრიმინაციულ კანონს არღვევს. ამით ჩვეულებრივად ადრე თუ გვიან ამათ ძალა როდესაც ექნებოდათ, შეიძლება ჩვეულებრივად ბრალდება წაიყენებიათ და ნებისმიერი დაეჭირათ ამის გამო. აი ამ ბოზიშვილმა ეს პირველი წამოხდა, ყველა სახელები და გვარები მაქვს. ეს როდესაც 2017 წელს, როდესაც ცვლილებისთვის შევიტანეთ კანონი. არა, ცოცხალი თავით პირველები ეს გამოხდა. და ეხლა დაგვირდით რას ამბობს. რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზეო, არამედ ხშირად ქართულ ოჯახებზე წყდება. აი ეს ახბარი, ჯერ ამან როგორ უნდა ელაპარაკოს, ბიჭო, აღდგომა დღეს ათათურქის საფლავის მკოცნელმა არაკაცმა ვირთხამ. ამან როგორ უნდა ამოიღოს ხმა? და რომელ ბრძოლებზე უნდა ელაპარაკოს, რომელ ღირსებაზე უნდა ელაპარაკოს. გადახედეთ აქეთა მხრიდან. პირველი ჩათლახების დამცველი იყო და პირველი მეტრაკეების დამცველი იყო. ვინ უნდა ამოიღოს ხმა? თქვენ არ გახადეთ გათხოვილი კაცი ღირსეული თბილისელი? კახიკალაძემ არ დააჯილდოვა? საპატიო თბილისელი, იმიტომ რომ გათხოვილი იყო? ყავდათ გათხოვილი კაცი დღეს ერთი მაინტერესებს. თქვენ ბიჭო რაზე უნდა ელაპარაკოთ? თქვენ ხმა როგორ აგაქვთ ამოსახები რამის? და გამოვიდა თურმე და ეხლა ლაპარაკობს ოჯახებთან და ოჯახის ამბავთან დაკავშირებით, თურმე ოჯახში წყდება. მე გეკითხებით, აი ყველას გეკითხებით. თქვენ მე მითხარით ერთი კანონმდებლობა 14 წლის მანძილზე, რომელიც ქოცებმა მიიღეს ქართული ოჯახის გასაძლიერებლად, მაჩვენეთ რით შეუწყვეს მრავალშვილიანებს, რით შეუწყვეს ოჯახის შექმნას, რით შეუწყეს ხელი ადამიანების ოჯახური ცხოვრების გაძლიერებას. გამეცით ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მაჩვენეთ. ყველაფერი პირიქით გააკეთეს. მევახშეობით, პროცენტებით, უბედურებით დაწყებული LGBT კანონებით, ამათი პროპაგანდით, ემიგრაციის მხარდაჭერით. აგერ წადითო, თქვენ, ბიჭო, მართლა ის ხო არა გაქვთ, მოიცა, აგერ ახლა ეს გენერალი ლაპარაკობდა, თურმე ის გენერალ-მაიორი, ამას მე სახელით აღარ ვიხსენიებ, გენერალ-მაიორი, მხოლოდ იმაზე წუწუნით, რომ ემიგრაციაში ბევრი ადამიანი პრობლემა არ მართალი ბრძანდებით, გენერალ-მაიორო, მაგით არ გადაწყდება, პრობლემები გადაიწყება საქართველოში, თქვენსავით ბოზი და ჩათლახი უნდა იყოს ადამიანი, საკუთარის ჩაშვება უნდა შეეძლოს, საკუთარის გაწირვა უნდა შეეძლოს, მაქსიმალურად უკანალში შეძრომა უნდა შეეძლოს, მაქსიმალურად უნდა შეეძლოს ვირთხობა და რა თქმა უნდა, ახლა ესეთები ამით ეშველება ქვეყანა. სხვა შემთხვევაში ვერა, ბატონო გენერალ მაიორო, მაგას ნამდვილად წუწუნით, ნამდვილად არ მოგვარდება მაგ ყველაფერი და სხვათა შორის დღეს ყოფილა რა ქვია გამოსულა აგერ შიო და ულაპარაკებია, რომ თურმე კი ბატონო აბორტი პრობლემაა, ბოლო 10 წლის მანძილზე დაახლოებით 300,000-მდე საქართველოს პირველ ადგილზეა აბორტების მხრივ. და ქვეყანა უნდა დავიცვათო ისეთი კანონმდებლობითო, რომელიც ჩვენ ოჯახსო გააძლიერებსო და ისეთი კანონმდებლობები, რომ ამ მომწამლავი გენდერული იმიდანო, რა ქვია, შხამიდან მე მეუბნები ამას. შენი წინამორბედი იყო ილია მეორე, ვინც ამის წინააღმდეგ იყო, რომლის გზის გამაგრძელებელიც ხარ. ხო? და ეს ხალხი იყვნენ, ვინც ამას ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა. ეს ხალხი, ეს ბატონი ბიძინა, ბატონი ჩიჩილაკა, ბატონი გენერალ-მაიორი, ეს ხალხი იყვნენ. სულ მე რას მიკითხავ ამ ლექციას? თუ რას თხოვთ თქვენ? რას თხოვთ? ხალხს თხოვთ? ხალხმა როგორ შეცვალოს ეს კანონები? უნდა შეცვალოთ თქვენ. მიდი ერთი მერე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანე, ახალგაზრდა კაცი ხარ, პატრიარქი ხარ, ამხილაძე და დამანახეთ ერთი საპატრიარქო რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა შეცთავაზეთ ხელისუფლებას. ნუ იქ თქვენი საქმე არაა. ეს თქვენი საქმე არაა. ეს არაა თქვენი საქმე.
ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს. თქვენ გაჭირვებულ ხალხს მოუწოდებთ, რომ აბორტი არ გაიკეთონ და ამით იფარგლება თქვენი ისა. და გაჭირვებულ ხალხს შეუბნებით, რომ LGBT-მიდან არ დაიცვას. მე LGBT-ებითაა გავსებული ესა, რა ქვია, ტელევიზიები LGBT-ებითაა გავსებული, მთავრობა და ოპოზიცია და ანაფორიანები უამრავი არიან, თუ კიდე მე მოგაწოდებ მაქსიას ვინ არიან LGBT-ები. გავსებულია. დაიწყეთ, თქვენგან, რუისურბნისში. თქვენგან დაიწყეთ და ოჯახზე რო ლაპარაკობთ, ბიჭო, აი, რა ნამუსით იღებს ვინმე ხმას ქართული ოჯახების წინაშე, აი, ელემენტარულს გაჩვენებთ რა. დაგვერდით ამას. ეს რა არის, იცით? ეს არის წლების მიხედვით საქართველოში ოჯახების ნგრევის სტატისტიკა. აბა კარგად დააკვირდით, აი ამ წყეულების მოთრევის შემდეგ, წყეულებს ნაცკოცებზე მაქვს მე საუბარი, როგორ იმატებს ნაცკოცებიდან, როგორ იმატებს, შემიძლია ეს ღიად მოგაწოდოთ კაც ჩვეულებრივი საკსტაკის ოფიციალური ესაა, მონაცემებია, როგორ იმატებს ოჯახების ნგრევა და როგორი განსაკუთრებით მომატებული არის აი ამათ ხელში, ნაცკოცების ხელში, აი დაკვირდით? აი ეს სტატისტიკა. დაკვირდით ამას. ლამის წვრილისა ვერ ხედავ ზუსტად სხვადასხვა ციფრები, 18,000-მდეა, 18,000-მდე ოჯახი დანგრეულია. როგორ ფიქრობთ, თქვენ 18,000 ოჯახი LGBT კანონმდებლობამ დაანგრია? როგორ ფიქრობთ? 18,000 ოჯახში აღმოჩნდა სოლი ან ქმარი LGBT? რამ დაანგრია იცით? ქართული ოჯახი? ქართული ოჯახი დაანგრია იმან, რომ როდესაც ოჯახში მშობელს უჭირს, როდესაც შვილს უჭირს, როდესაც მეუღლეს უჭირს, ქართველი კაცი საკუთარ სამშობლოში გახადეთ, ესა რა ქვია, არ ვიცი მე ამას რა დავარქვა, არ ვიცი, რა სახელი ქვია ამას. პატიმარიც არ ქვია, კატორღაც არ ქვია, არაფერი არ ქვია. ქართველი კაცი გახადეთ საკუთარ სამშობლოში, დამნაშავე რომ ის საქართველოში ცხოვრობს. არა მარტო კაცი, ქალიც. დედა იქეთ გაიქცა, მამა იქეთ გაიქცა, ბავშვები იქ დარჩა და გაიზარდა უსიყვარულო თაობები. ახალშექმნილი ოჯახები გაჭირვების გამო ზოგი იქეთ გადაიხვეწა, ზოგი აქეთ გადმოიხვეწა და აი სტატისტიკა. და გამოხვალთ ახლა თქვენი გამზდელი მოტყან მე და თქვენ დაიწყებთ ლაპარაკს ქართული ოჯახის სიძლიერეზე, ქართული ოჯახების სიმტკიცეზე. კაცს სოლი ვერ მოყავს, ქალი ვერ თხოვდება, იმიტომ რომ შესაძლებლობები არ არის. ოჯახების ნგრევით აღარაფერს ვამბობ ეგრეთ წოდებულ ოჯახური ძალადობის კანონებზე. 60% ციხეში მაგით როა გავსებული. აი, ეს შედეგი მივიღე და გამოდიან ახლა და მართალი ხარ, შვილო ჩემო, მართალი ხარ, მამო. აი, რამ დაანგრია, იცი ოჯახები? ეს დიდი ტაშფანდურით რო ჩაიარეთ იქ და პატრიოტულ სიმღერებს რომ ღეროდით. ხო ჩაიარეთ. და იქ ის რო შეგხვდათ გაჭირვებული წამით აი გაჭირვებული მამა, რომელსაც დოუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები ყავს. რომლებსაც ამდენი ხანია კაციშვილმა არ გამოხედა. მერე 3 დღის მერე რომ მიიღო საპატრიარქომ და დაგეხმარებითო. დაგხვდათ კაცი შვილებთან ერთად, ავადმყოფ შვილებთან ერთად და გთხოვათ რომ ცოტაო იქეთ მიიწიო ლელობასო, ნუ შეგვიჩერებ ახლა იქ ნორმალური სასულიერო პირებიც იყვნენ, რომლებიც მივიდნენ და დალოცენ ბავშვები, მაგრამ რა გეტაშფანდურებათ, ბიჭო? რა გეტაშფანდურებათ ერთი? რა გიხარიათ? რომელი ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობენ, თქვენზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ხა, მორალური მხრით რო ვილაპარაკოთ, 1000-ზე გადამხტარები და 1000-ზე გაჩათლახებულები, ვენა ხა ოჯახის ინსტიტუტი რა უნდა გელაპარაკოთ? აღარაა ლაპარაკი ვიღაცა მონაკოებში გულაობდა, ვიღაცა 100 ჯერ განათხოვარი, ვიღაცა ისა, ოჯახზე და მორალზე რო ელაპარაკებით ხალხს. ქართული ოჯახის მტრები ნაცკოცზე და მოღალატეთა კავშირზე მეტი დიდი მტერი საქართველოს არ ყოლია. საქართველოს სულ 900,000 ქართული ოჯახი. სულ იყო 900,000 ქართული ოჯახი.
რა პრობლემა უნდა გამხდარიყო ქვეყანაში 900,000 ქართული ოჯახის საარსებო საშუალების მიცემა. რა პრობლემა უნდა გამხდარიყო? რატო ვამბობ ქართულს იცით? იმიტომ რომ დემოგრაფიულ დასკვნას, როდესაც ჩახედავ დემოგრაფიულ დასკვნაში წერია შავით თეთრზე. 28%-ით იყო და 33%-ით არის გაზრდილი უშუალოდ ქართულ ეთნოსში სიკვდილიანობა, შობადობა და მიგრაცია და შემცირება. თუ არა აზერბაიჯანული ეთნოსი, სომხური ეთნოსი, იმათ დიასპორები ეხმარებიან, თავისი მეზობელი სახელმწიფოები ეხმარებიან თუ ვინ ეხმარებიან თუ ის კანონმდებლობა ეხმარება, რომელიც ანტიქართულია და სხვა ნებისმიერი ეთნიკური მე ვინმეს არ ეგონოს განსხვავებას ვაკეთებთ. მე ვამბობ იმას, რომ აბორიგენი ტერმინი ადგურდება საქართველოში. იმიტომ რომ აზერბაიჯანულ მოსახლეობას არსებობს მუსლიმური ორგანიზაციები, იგივე თურქული ორგანიზაციები, იგივე აზერბაიჯანული ორგანიზაციები, რომლებიც აძლევენ არსებობის საშუალებას. ამაშია საქმე. ამაშია მთელი უბედურება. რომ იმათ გარედან ეხმარებიან, რომ შეინახონ და ქართველს არავინ არ ეხმარება. ქართველს ვინც უნდა დაეხმაროს, მართლმადიდებლური ეკლესიით დაწყებული და მთავრობით დამთავრებული საცალია ძმაო მაგენს. საცალიათ მაგენს. და გამოვლიან ახლა დიდ სანთლებს დაიკავებენ და იქ დაიწყებენ ლაპარაკს. სირცხვილია ხალხო ეს. სირცხვილი არის. ქართველ ერს თქვენზე დიდი მტერი არავინ არ ყოლია. ქართულ ოჯახს ქოცებზე დიდი მტერი აღდათ არავინ არ ყოლია და ნაცებზე რა თქმა უნდა. თქვენ ერთმანეთს როგორ შეიძლება დაგაშორო. ისე ხართ შებერებული ერთმანეთს და შესისხორცებული როგორც მზედამთვარე. თუ გამეცით პასუხი, აბა გამეცით ვინმე. მე არ ქსიამოვნებთ როგორ ვაგინებ მე ამათ ამომრჩეველს თურმე ამომრჩეველი გახდა თურმე შეურაცხყოფილი. არ ვიცი მე ვინ ვისი ამორჩეველია, არ ვიცი მე ვინ ვისი მხარდამჭერია, მაგრამ მე ერთი რაღაცა ვიცი. ადამიანმა რომელმაც ძალიან კარგად იცის, მისი თვალითაა ნანახი, რომ ადამიანი საკუთარ სარწმუნოებას უპირისპირდება, ქართულ მორალს და ზნეობას უპირისპირდება, ადამიანი, რომელიც ქართული მიწის გაყიდვას უპირისპირდება, ადამიანი, რომელიც ქართველების მიგრაციაში გაშვებას და უცხო ტომელების ჩამოსახლებას და საბუთების მიცემას და დასახლებას უწყობს ხელს და შეგნებულად მიდის და ამათ მხარს უჭერს. არ აქვს მნიშვნელობა იქ ნაცი იქნება, ქოცი იქნება თუ ვინ იქნება, ის ყველა არის ნაბოზვარი, დედამოტყნული და იმას საკუთარი კუჭის მეტი არაფერი არ აინტერესებს, საკუთარი მიზნების მეტი არაფერი არ აინტერესებს. არც სარწმუნოება აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი აინტერესებს, არც ზნეობა აინტერესებს, არც მორალი აინტერესებს, არც მისი აინტერესებს, არც სხვისი აინტერესებს და ის არის ჩვეულებრივი მტერი, ვისი ამორჩეველიც გინდა, იმის ამორჩეველს დაარქვით ახლა ეს. ვინც გინდათ, ვინც ღებულობთ საკუთარ თავზე მიიღეთ. ღმერთმა შეგარგოთ დედის რძესავით. აი ეს არის. და ჩვენ ქვეყანაში ქართველობა დაგვიშალეთ და ქართველობის გამო და სამშობლოს გამო გვაიძულეთ რომ წამოსულიყავით. ვერაფერს ვერ შევცვლით. როდესაც ადამიანს არ აინტერესებდა დავით გარეჯი გეკარგებოდა და ამის გამო გიჭერდა შენი უშიშროება. როდესაც ადამიანს არ აინტერესებდა რომ დიდგორობის აღნიშვნის გამო გვიჭერენ საქართველოში და ამის გამო არ აინტერესებდა. როდესაც პიდარასტების ჩათლახების უბედურების წინააღმდეგ იბრძოდი და ამის გამო გიჭერდნენ, ციხეს გაშენებდნენ თავზე და ადამიანს არ აინტერესებდა. კორუფციის უბედურების ამაცებ მე პატარ-პატარა რაღაცებზე კიდე არ ამაქვს ლაპარაკი. ამაცზე და კიდე აქეთ შენთან რო გქონდათ პრეტენზიები და კიდე აქეთკენ რო შენ იყავი მიუღებელი ამათვის და გამოვიდოდა აგერ ბაკური ასვანიძისნაირი დედარძე მოტყნული ვიღაცა ძაღლმადიდებელი ძაღლი მიგაკვდათ სულში გადი შენი გამომწველავი დედას შევეცი ახლა და იმ დოუშენის ბავშვები მსვლელობასაც ყოფენ და ძაღლი რო გაინტერესებს და ძაღლზე რო ტირი ხარ შენი გამომწველავი დედას შევეცი მოგზავნილი ჩატლახი არაკაცი რო ხარ ძაღლების გულისა ფულს რო გაძლევენ რო აპიარო გადი ახლა იმ ბავშვებს დაუდექი გვერდით თუ მორალი გაქვს თუ ზნეობა გაქვს თუ თავმოყარეობა გაქვს თუ ღირსება გაქვს თუ რამე გაგაჩნია საერთოდ ჩემი ლანძღვით რო ხარ დაკავებული შენი მოგზავნილი დედას შევეცი მე და თქვენი მოგზავნილების დედა მოთხა აქან მოგზავნილი თუ მლანძღავს და ანის ადამიანი თუ მლანძღავს რომელიც თვითონაა ბინძური სინდიკატის წევრი და სიმართლეს როეუნები წყინს რატო წყინს
რატო გწყინს ბოზიშვილი რო ხარ შენ თვითონაც ხო იცი ქალბატონო 360 გრადუსით მტერი ყოველთვის ყავდა ამ ქვეყანას და ყოველთვის ეყოლება ეს არის გარდაუვალი ყველაფერი სანამ იარსებებს ქართული ეთნოსი სანამ იარსებებს ქართული კულტურა და სანამ იარსებებს ქართული ფენომენი მაშინ ყოველთვის ეყოლება მტერი როდესაც არ იარსებებს ქართული გენი როდესაც არ იარსებებს ქართული კულტურა და ქართული ეთნოსი მაშინ აღარ ეყოლება მტერი ამას ასე არის ეს ამის ცივილიზაციური მტერი არის თურქული ოჯახი ცივილიზაციური მტერი არის ირანული ოჯახი არაბული ოჯახი განა იმიტომ რომ ისინი ცუდები არიან და ჩვენ ვართ კარგები არა ისინი სხვები არიან ჩვენ ვართ სხვები და ყველა ცდილობს თავისი კულტურა და თავისი გავლენა განავითაროს და თუ თურქული ოჯახი უზარმაზარია თუ არაბული ოჯახი უზარმაზარია თუ ირანული ოჯახი უზარმაზარია ქართული ოჯახი ქართველის მეტი არავინ არა არ გვყავს ჩვენ არავინ არ გვყავს ჩვენ სახელმწიფო ჩვენი ისე როგორც მაგალითად რუსეთს ყავს ბელორუსია მოგწონთ არ მოგწონთ უკრაინასთან დღესა ომი ხვალ მაინც ერთი ეთნოსია ერთად ადგებიან ისევე როგორც თურქეთს ყავს ესე რა ქვია აზერბაიჯანი ისევე როგორც არაბეთს ყავს 23 თუ 27 ახლა არ მახსოვს ზუსტად ერთი დიდი ოჯახის ქვეყანა ეთნიკურად და სარწმუნოებრივად ჩვენ ვინ ყავს ასეთი არავინ არ ყავს ყველაზე უახლოესი ხალხი ჩვენთვის აფხაზები და ოსები არიან და ამათთან აგვა კიდე ისა უბედურება და ის სისხლის ხრვა და გაუგებრობა და ის ამიტომ ნადგურდება ეს ეთნოსი არავის არ აწყობს ამ ეთნოსის გადარჩენა და კარგად ყოფნა ერთადერთი რამაც შეიძლება ეს ქვეყანა სასიკეთოდ იქნას გამოყენებული და რამაც გადაგვარჩინა საუკუნეების მანძილზე არავის არ უნდა დაუკარო რო არ ყოფილიყო კავკასიაში შემოსული რუსული იმპერია ჩვენი ბედი იქნებოდა უბედურად მაგრამ განგებამ, უფალმა, მართლმადიდებლობამ, ქრისტიანობამ ამან ყველაფერმა ინება ის რომ მართლმადიდებლური იმპერია გამოჩენილიყო კავკასიაში. სადაც ალყაში ვიყავით და ისე იყო დეგრადირებული ქართველობა შიგნიდანაც. ქართველი ქართველს ყიდიდა და ჩართული იყო მაშინ მღვდელიც, სასულიერო პირიც იყო ჩართული, საერო პირიც იყო ჩართული და ვინც ამისთვის იბრძოდა მაგის გამო ანათემას გადაწეს სოლომონ პირველი. ასე იყო გახსნილი საქართველოს, მე სულ არ მიგვიყვარს დღეს ასე როა ხალხი. ეს გაგვიკეთა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა. რაც იარაღით და ბრძოლით ვერ დაიპყრო, შექმნა ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომ შვილს თუ გაყიდიდნენ, მომავალს თუ გაყიდიდნენ, ამაში უზარმაზარ ფულს იღებდნენ. და მე ამათ იანიჩარებას ძდიდნენ და მეომრებას ძდიდნენ და ისევ საქართველოს უსევდნენ. გამახმედიანებულ ქართველებს ხო უსევდნენ საქართველოს, ახალციხის საფაშოდან, აჭარიდან. ახლა მე იმას რა ქვია, იანიჩარებად გაზრდილებს უსევდნენ საქართველოს. წაიკითხეთ გურჯისტანის დაპყრობის დიდი დაფთარი. როგორ მოხდა საქართველოს ალაგმა და ათვისება. ზუსტად ამიდან გადაგვარჩინა მართლმადიდებლური იმპერიის შემოსვლამ საქართველოში. დღეს რო ბევრს არ მოწონს. რუსია მტერი და კი ბატონო, ოკუპანტია, დამპყრობელია, მაგრამ რუსი ქართული გენეტიკის მტერი არ არის. და ვინაა ჩვენი ძმა და მეგობარი? თურქია ჩვენი ძმა და მეგობარი? არაბია ჩვენი ძმა და მეგობარი? ირანია ჩვენი ძმა და მეგობარი? თუ ებრაელია ჩვენი ძმა და მეგობარი? რომელია ერთი? თუ ამერიკაა და ბრიტანეთია თუ საფრანგეთია, ვინ არის? გადავრჩით მაშინ და მოვედით დღემდე. აი დღეს როგორ ყვარებია ერთმანეთზე, როგორ ყვარებია ქართველს, ქართველი ძალიან კარგად გამოჩნდა 1918-21 წლებში და ძალიან კარგად ჩანს 91 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. და სიმართლეს ნუ ეტყვი. რას გთავაზობ შენ შემომისმინე, რას გთავაზობ? ამას ვიზახი ყოველთვის. არსებობს ქართველთა დიდი გაერთიანება. აგერ 24 მაისს გვაქვს შეკრება, კიდევ ერთი ქართველების შეკრება, ამ ყველაფერი უბედურების წინააღმდეგ და შევიკრიბოთ ქართველები, დავდგეთ ერთად. და მოვნახავთ ყველაფერს. მოვნახავთ ძმაო. მაგრამ ხალხს მე გეუბნები აგერ, აი დღეს უნდა იყოს ხარდასაჭერი შეკრება აი ამ იმის რა ქვია. ბავშვების რუსთაველის მეტროსთან. ამისთვის არ გამოდის ხალხი ქუჩაში. და ვინმე დამაჯერებს ახლა მე რომ ვინმეს უნდა ძირეული ცვლილებები? ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ სწორად მიგვაჩნია და ასე უნდა იყოს და
ჯერ ხალხი ვერაა მისული, ხალხმა წავიდა ძმაო, ილოცა აიტყობა დიდი სანთლები რომ დაანთო, დიდი მადლი გააკეთა და ნალოცი, ნაზიარები და ნაქადაგები წავიდა სახლში. ორჩო. რუსთაველის მეტროსთანაა ძმა, რუსთაველის მეტროსთან. დავდებ მაგის პოსტს. არავინ ჩვენ არ გვიშველის, არც უნდა გვიშველოს. არც უნდა გვიშველოს, ჩვენ უნდა უშველოთ ერთმანეთს და რატო ამბობთ, იცი 360 გრადუსით მტერი ჩვენ. კი, საშიშია და ცუდია და ესაა, მაგრამ ნაკლებად მოგვერევა. ნაკლებად მოგვერევა. აი შიგნით რო ყავს მტრები, შიგნით რო ყავს ქვეწარმავლები, შიგნით რო არიან საქართველოს დაუნდობელი მტრები და ქართული გენეტიკის დაუნდობელი მტრები ივანიშვილის თამადობით, სააკოვის გაგრძელებით, იქ ანაფორიანებით უანაფოროები, აი იმას რა ეშველება იგი მითხარი შენ. ეს გარემტერი კი საშიშია, მაგრამ არ არის ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე. ეგ და კიდე ერთხელ ვამბობ. აი, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეზე. აიღეთ, ესაა ოფიციალური სტატისტიკა. ეს არის ქართული ოჯახების ნგრევის სტატისტიკა. მაჩვენეთ კიდე ერთხელ ვამბობ, ერთი ინიციატივა მაჩვენეთ. რომელი ინიციატივაც ამ უბედურების შესაჩერებლად განხორციელდა. ეს არისო ივანიშვილი არისო, კაცო, აგერო ევროპაში მოგიწყობთო მარწყვისაგრებათო და გაგიშვებთო, იქაც რომ მოატყუა ხალხი და რო არ გაუშვა. ხოდა ამ ხალხს კიდე დღეს აი გული მერეოდა რა, ბლოგერები ხო იყვნენ რაღაცებს წერდნენ და დავდებ მე ამ იმას. რა პრობლემაო, რის პრობლემაო, კაცო, რა წამალი, რის წამალიო. ეს ხალხი ამ ბავშვებზე ამბობდა. და ერთი, ბიჭო, 80 წლის მიტანებული ქალი ეუბნება, რომ ჯერო რა იცისო, სახელმწიფო, მაგრამ აინშტაინი გამოვა თუ ვინ გამოვა. იმდენი მილიონი ღირსო წამალი, არ უნდა მოკვდეს ის ბავშვი. ამას ამბობს ქართველი ქალი, ქართველი დედა 80 წლის სალფეხი სამარეში აქვს, ამას ამბობს ახალგაზრდებზე. მით უმეტეს საქართველოში ასეთი ტკბილი დედების და ბებიების და ქალების ქვეყანაში აი ესეთი გიბრიდული ადამიანი არის შექმნილი და როეუბნებიან მე ტაშფანდური ესა რა ქვია, ტაშფანდური რო გქონდათო და გაგვთო კონცერტიო და მილიონებს რო იხდითო. ამაზე რა სიტყვიო, თუ იმის ფული თუ არა, ამის კონცერტზე თქვენც არ დადიხართო? ასე რომ გაბოროტდება ქართველი დედა საქართველოში. ქართველი ქალი საქართველოში, რას უნდა მოთხოვო? ძალიან დიდ მაღალ სულიერ ღირებულებებზე ვდგევართ. ძალიან მაღალ სულიერ ღირებულებებზე ვდგევართ. ესა კი ცუდია აბორტი, მაგრამ ამდენი ხანი თურმე არავის არ ახსოვდა. კი, ცუდია ის, რომ ოჯახების ნგრევა არის და თურმე სულიერი, ვინ უნდა აღზარდოს სულიერად? ვინ უნდა აღზარდოს სულიერად ბავშვები? საერთოდ ვინ უნდა აღზარდოს? ფიზიკურად ვერ ზდიან და სულიერად ვინ უნდა აღზარდოს? ამაზე არავინ არაფერი ინიციატივა. გამოდით ახლა საპატრიარქო. ოქავთ ახალგაზრდა პატრიარქი ენერგიული და კანონმდებლობის მიხედვით 25,000 ხელმოწერა ჭირდება საკანონმდებლო ინიციატივას და შეიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა. შეიტანეთ. ის რაც დაიცავს ქვეყანას ტოტალური მიგრაციიდან, უცხო ტომელებიო ჩამოდიან და მრავლდებიან. შეიტანეთ საპატრიარქო. მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით შეიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა. შეიტანეთ აბორტის აკრძალვებთან დაკავშირებით და კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. შეიტანეთ ქართული ოჯახის გაძლიერების, მოაწერიეთ ხელი თქვენ მრევლს. შეიტანეთ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დახმარება, მრავალშვილიან დედებთან დაკავშირებით. შეიტანეთ, რატო ასე გაქვთ? მარტო ქადაგება კმარა? აი ესაა თქვენი ნაკადაგარი. ზე ვერ ქადაგებთ, კარგად ხალხს არ ესმის თქვენი ქადაგება, გააძლიერეთ ქადაგება. იმიტომ რომ საქმის გაკეთება არავის არ გინდათ. ვინმე გეტყვით და ღმერთმა დაალოცოს შენ ამას ნუ ამბობ, როგორ ამბობ? აი ისე ვამბობ, როგორც ასე მართლა. ეგ არის.
არაფერი ამ ქვეყანას არ უჭირს გარდა ფსიქოლოგიური კრიზისისა. ტყვილი, სხვა არავის არაფერი არ აინტერესებს. აი შედეგი. შუბი ხალთაში არ იმალება. და ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში მოსახლეობა გაიზარდა. როგორ გაიზარდა? პატრიარქი ხარ, ახლა ქადაგებ იქ. პრეზიდენტი იქ ყავს. პარლამენტის თავმჯდომარე იქ ყავს. მინისტრები იქ ყავს. უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკი იქ ყავს, გენერალ-მაიორი იქ ყავს. არ ვიცი ახლა ბიძინიჩი იქ იყო და ბიძინა იყო თუ არა, არ ვიცი. ვის უქადაგებ ერთი მაგას? გინდა საკანონმდებლო ბაზაზე, გინდა ქვეყნის მდგომარეობაზე, მაგათმა გაყიდეს საქართველო. მაგათმა გააკეთეს მიწების გაყიდვა, არაბების ჩამოსახლება. მე გავაკეთე აბა, მე მიკითხავ მაგას. ჩვენ ვიბრძოდით მაგისთვის და შევჭამეთ. არაფერი გვერდში არ დაგვგონია. პირიქით, როცა დაიჭირეს ჩვენი ბიჭები, ასამბოლდო, კაცო, ქრისტესთვისო და სამშობლოსთვისო წამებასო ელოდეთ, მაგას დიდი ბედნიერება რა არის, შიომ თვითონ. მე ახლა უნდა გამოვიდე და პატრიარქის რჩეულია და აბა როგორ და აღსრულდა პატრიარქის ნება და მალე გაბწყინდება იბერია და საქმეზე გადადით. რასაც უნდა იდგეს სულიერი მამა და რასაც უნდა იდგეს მართლმადიდებლური ეკლესია და დამტკიცეთ საქმით. რომ თქვენ ხართ სარწმუნოების და ქართველიერის გვერდით და არა ხართ ბიძინას და არა ხართ იმის ქოცების გვერდით. დამტკიცეთ. გაკეთეთ. ეკლესიაში შეიტანეთ მართლმადიდებლობა. შეიტანეთ, რატო ვერ შეგავთ? თემობოკელავაზე დარბოდა 10,000-ობით ხელმოწერა მოაგროვა, მიიტანა. რატო ვერ შეგავთ? გამოდი პატრიარქი ხარ და გაეცი მოთხოვნა შენ სულიერ შვილებს მაგ რომ მოდიან რომ მართლმადიდებლობა იქნა შეტანილი. ხო ხედავ რომ უბედურობისკანაა მომდგარი და ხო ხედავ რომ აგერ ეს უკნიდან ევროპაში პირიქით LGBT-ებს უჭერენ მხარს და პირიქით უბედურებისკენ მოუწოდებენ და ხო ეს ალტერნატივაა, სხვა ალტერნატივა არა. გამოდი გამოაცხადე რომ ეს არის მტერი, ვინც აქეთკენ მიდიან ისინი არიან მტრები, ქვეყნის მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის და მართლმადიდებელი ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის. გამოდი თქვი, რატო ვერ ამბობთ? რისი გეშინიათ? ღმერთის მეტს არავის არ უნდა გეშინოდეთ. გამოდით. არა ძმაო, ეს არ გინდათ. ეს გინდათ. მოსახლეობა გაიზარდა, ბიჭო, შენ ქოცრას ეუნები. პირიქით 3,400 იყო, 3,400,000 იყო და 3,900,000 გახდა. მე ქადაგება ახლა შიორო, თურმე უცხოტომელები მრავლდებიან ქვეყანაში. მაგათ უქადაგე, მაგათა ჩაარტყი ჯოხი თავში. თუ არ შეგეძლო, უნდა მოგეკიდებია მაგ საქმისთვის ხელი. აგერა. ეს ადარდებთ ქვეყანაში. გაიხარეთ. ეს იყო ასე. არავინ არაფერს არ ამატებს. ეს გადაკვდა ჩვენ პირადად. ამ 14 წლის მანძილზე რაც ხდებოდა და ამის გამო შეგვიძულეს ჩვენ ამათ. და როგორ ბილწი სიტყვები თუ აგინებსო და როგორ ცუდად ახსენებსო. აბა როგორ მოგმართოთ? ბატონო ბიძინა, ღმერთმა დაგლოცოთ, თქვენ შემთხვევით ხომ არ გეშლებათ ამ კანონმდებლობის მიღება, რომ შესთავაზეთ პარლამენტს და პატრიარქის წინააღმდეგ რომ წახვედით 150 დეპუტატი. ასე გელაპარაკოთ? არ იმსახურებთ, როგორ ლაპარაკსაც იმსახურებთ. ლაპარაკს კი არ იმსახურებთ. აი პირადად ვამბობ, ღმერთის ერის და ქვეყნის წინაშე. რომ შემეძლოს ყველას თქვენ ვისაც გაქვთ ერის ასე გადაგვარებაში, გაუბედურებაში შეტანილი წვლილი, რომ შემეძლოს. რასაც აკეთებდა დავით აღმაშენებელი, რასაც აკეთებდა სოლომონ პირველი, იმას გაგიკეთებდით. ზოგს სარზეა გაცვამდით, ზოგს კალაჩა გასხამდით, და ზოგს თვალებს დაგთხრიდით. ამას გავაკეთებდით. იმიტომ რომ ამ ქვეყანას მტერი თუ არ მოაშორე, არის შეიძლება თქვენ ხართ მტრები თქვენ ჩემი ქვეყნის. თქვენ გაუბედურეთ ათასობით ოჯახი. არა მაქვს საშუალება და არ უმალავ ამას. თქვით სიკვდილი თქვენთვის დიდი ფუფუნება, მაგი. აი ავგიორგის რო ქონდა მეთოდები, ისეთი მეთოდებია საჭირო. რომ არა სხვებისთვის იყო საუკუნეების მანძილზე
მაგალითი სოლომონ პირველი როგორც უკეთებდა თვალებს როთხრიდა და უშვებდა წადი აქ ქუჩაში იარეო რომ თვალი დათხილი რატო ხარ რო გეტყვიანო ქართველი გამყიდეო ქართველმაო და ამისთვის ამომთხარენ თვალები შეცვლილი მაქვს მაო შეცვლილი კაცის დედა მოვტყან ჩემოზმაო რა მით უმეტეს როდესაც სამშობლოს და პრინციპებს ეხება საქმე თქვენო როგორ თქვენო უდედამოწყნულესობა თქვა ხო კი ნაცებო და ქოცებო ეგა რაც შეეხება დანარჩენს ნაცმა და ქოცმა და რაც შეეხება დღეს ქართველმა ერმა ილოცა მადლი გადმევიდა ქართველებზე სანთლები დაანთო და ყვაყოფილი წავიდა სახში კრება დარჩა მხიარული ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში ყველაფერი ესა და რასაც ვამბობ ყოველ შემთხვევაში დამისახელეთ ერთი მომენტი რომელიმე იყოს დაბრალებული გინდა პრეზიდენტზე გინდა ივანაშვილზე გინდა LGBT კანონის მიმღებ ქოცებზე გინდა ამ უშიშროების გენერალ-მაიორზე გნებავთ ამ ჩიჩილაკაზე გნებავთ აი ამ სირმ ეგრეთ წოდებულ იმაზე რა ქვია ქოც აქტივზე ასია ეს ასე აი თუ იმეს პრეტენზია გამომერე ეს რა ქვია ძაღლმადიდებელი სვანიძე გამოვა და ის კიდევ ვინც აყოლია კულსული აყვაო იმაში რა ტიკტოკერი ვინც ხა და აბა თქვენიც ბიზნეს სანთლები დაანთეთ და ძაღლებს ეთაყვანეთ კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის